კიდევ ერთხელ შემეკითხენ ამ ზიზულასო და ვერ გავაკეთებ ზიზულასო მეგობრებო ჯერთი იმიტომ რომ რაღაცას ვაკეთებ ჩემთვის და ბევრი მაქვს საკითხავი იქ და თან ესეთი მურტალი ტექსტები მაქვს რა საკითხავი მძიმე ტექსტებია და ხო და ანუ თვითონ ზოგჯერ ტერმინს უნდა მე ტვინი მეღლება ჯერ მე მეორე ზიზულასი მეგობრებო მე 1999-92 წლები 1999-2001 წლები იყო რა როცა ამ ზიზულასით ვიყავი და აინტერესებული იანარისი კიდევ უფრო რთული საკითხავია და შემდეგ დოგმატიკას რო ასწავლიდი ჩემს პროგრამაზე მაშინ ვიყენებდი ზიზულასის დოგმატიკის კურსს არ ვიცი გამოვიდა თუ არა არ ვიცი გამოვიდა ბერძნულად იყო ყოველ შემთხვევაში თესალონიკის უნივერსიტეტში რო კითხულობდა რა ალბათ ითარგმნა ეს ლექციების ჩანაწერები იყო უბრალოდ ესეთი გაუშიფრავი იყო ასევე ძალიან პოპულარული იყო მაშინ ზიზულასი ჩამოდიოდა ხშირად თესალონიკში ლექციები ქონდა ხოლმე საჯარო პირადად შევხვედრი ვარ მარტო მე არა მაგალითად გიორგი ანდრიაძე შეხვედრია პირადად მე მგონი ერთხელ კი არა ამდენჯერმე მაგაზე კი არ არის ვიცით რა ძალიან მარტივი რამიდან ამოვდივარ ხა მე უნდა დაუბრუნდე მაგის სათითაო ყველა ტექსტს ეხლა და აი ხა სულ რამდენიმე ხნის წინ გამოვიდა წიგნი ესე იგი ასკეტიკა მართლმადიდებლური ასკეტიკის თეოლოგია თლიან წიგნია რა დაჟე მე მაქვს იმაზე Kindle-ზე მაქვს ოღონდ ხო და ну წავიკითხე თავიდან ბოლომდე და ბიჭო პრობლემა ისა მაქვს რომ კითხო მე მალე მავიწყდებ ეს ასაკის ამბავია მარტო მე არ ვარ მასე რა აი ხა აი ესეთი რაღაცა შეიძლება შემემთხოს რომ რაღაცა სტატია წავიკითხო და ნუ ჩანიშნავს და მე გავადრო და ხელახლა ვკითხულობ იმ სტატიას ისეთი თქოს ვკითხულობ უბრალოდ აი მაგალითად ერთი სტატია ორ-ძველ გადმოვტვირთე ეს დავარქვი incorporeals and bodies ესე იგი incorporealები და სხეულები და მეორეს просто incorporealები დავარქვი ხო და ეს ორი სტატია წავიკითხე ცალ-ცალკე რა უბრალოდ ერთი სტატია რომ დავამთავრე აი ეხლა დავამთავრე 2 დღეა ძიმეტა სტატია მე გადავშალე რომ აი ეს დავამთავრე ეხლა მოდი incorporate და bodies წავიკითხავ მეთქი რა ეს სტატიას რომელიც არ ამქონდა მეთქი წაკითხული რომ შევახ წავახე იგივე სტატია ყოფილა სხვა სათაურით და ის წაკითხული მაქვს და იქ შენიშვნები მაქვს დარქმდა ეხლა ეს ორი შენიშვნები კითხვის პროცესში რაც მაგის უნდა გავაერთია ხო ეხლა ეს წიგნი ზუსტად არის ასკეტიკა ძალიან უკმაყოფილო დავრჩი ამ წიგნით რა ხო და რაღაც ასკეტიკაზე ყო იმ პერიოდში მაინტერესებდა აუ ჩანიშნები მაგ გაკეთებული შეიძლება რომ აი სახში რომ დავждები ერთხელ გავშლიმ Kindle-ს და რა შენიშნები და იმის მიხედვით რამეს ვიტყვი აი მაგას შეიძლება მაგრამ იქ ზიზულასია რა ძირითადად ზიზულასის თეოლოგიას თვითონ და თავად ზიზულასის სტატიების კრებული გამოვიდა ინგლისურად ალბათ არ ვიცი რა ენებზე არის ნათქვამა სხვადასხვა ვითარებაში სხვადასხვა დროს ზიზულასის მიერ დაწერილი ან წაკითხული ლექციები ასკეტიკის ესე იგი ბერმონაზმობის შესახებ ის ეგნი შევიძინე ესე იგი ამ წიგნში რომელშიც გითხარით Kindle-ზე მქონდა მეთქი ის რო წავიკითხე იქვე იყო მითითებული ეგეთი წიგნი არისო თუ გამოდისო თუ რაღაცაო თუ თან იმ პერიოდში მოხდა რომ არ ვიცი მაგრამ მოკეთ ეს ორი წიგნი ერთად მომხვდა რა ოღონდ ჯერ ეს Kindle-ის წიგნი იყო მე მომივიდა ეს hard copy-ც ზიზულასის იმიტომ რომ წინასწარ შეუკვეთე ესე იგი სანამ გამოვიდოდა Amazon-ით რა წინასწარ შეუკვეთე ხო მოვიდა რა ეს hard copy-ს მაგ სახში მაგ და იმ პერიოდში
მაინტერესებს რატომ რაღაცის ასკეტიკის არ ვიცი რა მაინტერესებდა. თუმცა წამომევლის ხოლმე რაღაცები და ხო? უფრო აი ამ ცნობიერების ცვლილებისთან დაკავშირებით არის, ესე იგი, რა ხდება ამ ასკეტიკაში რეალურად. რატომ არის ძიმე რაღაცით მანიქევლობაზეც, მაგალითად აი რო აიღოთ მანიქევლობას განადგურეს მანიქევლობის ქრისტიანებმა ყველა წიგნი მანიქევლების და რაც მანიქევლების შესახებ ვიცოდით ისი კრიტიკიდან ეხლა კრიტიკიდან ხო ვერ ამოიყევ ნამდვილად აი ხა რო აიღოთ მაგალითად რამე აფხაზების მიერ დაწერილი საქართველოს ისტორია, საქართველოს გამსახურდია შესახებ რაღაცა ინფორმაცია. ან საქართველოს იდეოლოგიის შესახებ. ხო რატომ მოხდა? ხო მიიღებთ რაღაცა აფხაზების მიერ დაწერილი, ოსების მიერ, რუსების მიერ დაწერილი, სომხების მიერ, აი რაღაცა პრობლემები რო ქონდა ჩვენთან, თურქების მიერ მაგალითად დაწერილი, ბარბაროსებს როგორ გვიწოდებდნენ ველური ხალხიაო. სპარსელების მიერ დაწერილობებს მაგალითად საქართველოს თავის პროვინციად მიაჩნია და აქ შემხვდა სპარსელი პროფესორი როგორც თავის მეგობარს და თავის სისხლდახურს ისე მომექცა. ახარებული იყო. ხო და მაგათ ისტორიაში ესეა, სომხებისთვის თბილისი სომხური ქალაქია და ვაფშე ქართველები აქ ჩამოსახლებულები ვართ საიდანღაც ბასკები ვართ მთვარიდან. მე წარმოვიდგინე ესეთ ინფორმაცია, ესე არის მანიქევლებზე, მაგრამ აღმოჩნდა ტექსტი ნიტო 1922 წელს ნიტო აღმოჩნდა მანიქევლების ტექსტი, ქრისტიანებსაც გადაურჩეთ. და იქიდან რომ შეისწავლეს ეს მანიქევლობა, საკმაოდ საინტერესო და ძალიან ესეთი გასმოყვარე ეკლექტური რელიგია აღმოჩნდა, რელიგია რომელიც ცდილობდა რომ აი რას დღეს არის რა რომ რაღაც საერთო იდეოლოგია რო გვინდა მოუძებნოთ კაცობრიობამ რომ აი ინკლუზივიზმი, ექსკლუზივი კი არის ინკლუზივი, აი ესეთი იდეოლოგია რო გვინდა მოუძებნოთ ჩინელიც, რუსიც, ევროპელიც, არაბიც, მუსლიმიც და ყველა ბუდისტიც, ყველანი შეიძლება თანაცხოვრებას, მშვიდობიან თანაცხოვრებას. და ესეთი იდეა ქონდა მანის რა. და და ესე აკეთებდეს და იქ არის ეს აი რატო ვერ თანხმდებით ადამიანები და ერთ-ერთი მოტივი არის სწორედ ის რომ აი ეს სხეულის ეს ნებები ასე ვთქვათ და აი ეს ამ საჭმლიდან გამოწეული ხო, საჭმლიდან გამოწეული ეგ რიტუალები აქვს საჭმლის ის რაღაცები, მაგალითად რაღაცა საჭმელს რო შეჭამით, დიეტურობა ასე. ესო ყველაფერიო შენილა ბევრსიარული. ხო. ესო ყველაფერიო დაკავშირებულია რაღაც სამყაროს ერთიანობასთან, ბოროტის და კეთილის ბრძოლასთან, იქ მაზლიანობისგან აქ დაღებული. და აი ამას რომ ნახავთ იქ არის აი ნახავთ რა ბერებიც ეგრე არის, აბა რატო არ უნდა ჭამო ხორცი, რატო უნდა ჭამო სამდღეში ერთხელ არ უნდა გეძინოს. და ხედე აი ხორცი როგორ ლაპარაკობენ, ხორცი მოიძულეს, სული შეიყვარ. ერთ და იგივე ეს და იმავეს ლაპარაკობენ ლამის ბერები. და ამან ვითომ ეს ხორცი სასარგებლოდ ხდება და რაღაც ეგეთი ისინი არა ხორცი უყვარს, მაგრამ ხორცი უნდა მოაკვდინო და რაღაც ახალი ხორცი თან მატერია უნდათ, მაგრამ არა ეს მატერია, არამედ რაღაცა სხვა მატერია და დაელაპარაკები იმ მატერიის თვისებებზე, გაგებაში არის მატერიის თვისება როგორია. მოგე რაც არის, როგორც არ უნდა იყოს. დამაინტერესა ამ პერიოდში ამან. როგორც ცნობიერების ცვლილების ამბავი, რომ ესე იგი ადამიანის ცნობიერება რომელიც უფრო სხვა
ეტაპებზე გადის, ესე სხვა რაღაცებს ხედავს და სხვა რაღაცებს ამჩნევს და ადამიანი უფრო მეტად ახლა კონტროლშია საკუთარ თავს ვერ უთყვი, მაგრამ შენ რა იყო თვალში ხوار დაგაკეტა შვილი რა უცებ ვიწყებ ყეფას უაზროდ რა იყო რა იყო რატო ყეფ სხვა ვიღაცას ხსუნი მოვიდა სულ ხო მეთქი ამ ხალხს და კაცურკა ყურებს და ეგეთ რამე არ გაუკეთებია ხო და ყველამ ზაღლიდან მოვიდეს ხო და მოგეთ ამა ინტერესა რა დავიღე ხე ზიზულა ხო არის სტელო რამფოსია მისი ციგნი არის კიდე ეს პელიკანსო არა ბერძნის თქვა მომივიდა wilderness ხო და უდაბნოს პელიკანები და ეს ხო იქ არის კიდე რატო ვაკეთებინი მთელი შესწავლილი და ნუ მეთქი ალბათ ამ პონჩი მაინტერესებდა ალბათ ეს მგონია რა ხო და ნუ მე ნახე რომ არაფერს გავს არის ჩოლებრივი მართმენდებული აპოლოგეტიკა მართმენდებული არა ნუ ასკეტური ეს კათოლიკური მართმენდული ერთ იგივე ამ შემთხვევაში თითქმის პრაქტიკული თვალსაზრისით ხო და ამ სიტუაციაში ხო ავიღე ზიზულას ნუ დავიწყე კითხვა და ისევ ის ნაცნობი ჩახუჭუჭები ისევ ის ნაცნობი რაღაც აპოლოგეტიკური ვითომ ტონი ამაზრზენია რა ანუ მაგრამ თავი რაზე ამოდივარ ახლა მე რატო ამოდივარ და საიდან ამოდივარ ამ ზიზულასზე არ ვიცი ხე ამის დადებას რასაც მაგრამ დანარჩენები ხო საერთოდ ოქროსი მაგრამ ათუ ნალაპარაკები ხეს რომ მოვაკოლოთ თქოს მოქროს იმათ ეს რომ დავდო იხე იმ ოქროს ბიჭი შეეპარა ხო და აბოდერ ძალიან მარტივ აბჭოლებრივი აპოლოგეტიკა ცდილობს იქ ლოგიკაში წარჯდება სწორად არც მის ეკლეზიოლოგია საავლოს ჯამში გამართული ბევრი რამე მოკლედ ხო და როცა დავიწყე ამის კითხვა ნუ იმდენად ამზრზენი იყო თან აღარც იყო რა საჭირო ნუ ზეპირად უცეთი ეცენ წაღ მეორე წენდება ვიცი უკვე რა უნდა იყოს ხო და ნუ ვერ შევძელი წაკითხვა ნუ აზრი არ ქონდა არაფერს იქიდან მე ახალს არ გავიგებ თავარი ის საიდანაც ამოვდივარ ახლა მე ვხედავ იმ მდგომარეობას ამ მდგომარეობაში ზოგადად რელიგია და ეს დიდი ინსტიტუტები ნუ რელიგიას ვარ ქვენ ინსტიტუციურ რწმენა სარწმუნოებას ეს რელიგიები ამ მდგომარეობაშიც არიან დღეს ეს კათოლიკური იქნება პროტესტანტული თუ რომ ნებისმიერ ეს მაგაც ამერიკაში შეიძლება ახლა პროტესტანტი ედგან მოგეჩვენოს რომ ან იეღოველი აიდევნება და დამწირომა სინამდვილეში ჩაოლებრივი როცა საათ უმრავლესობაში არიან ზუსტად ისევე იქცევიან როგორც ყველა დანარჩენი ნუ ძალმომრეობა და ძალაუფლების წყაროც და ძალაუფლების ინსტიტუციები არის ძალაუფლების ასკისი როგორ იქნება ამ შემთხვევაში executive power ძალაუფლების წარმოება აღსრულები ხო ძალაუფლების აღსრულების მოქმედების ასკო ასკეტიკა კიდევ ის ასკო არის ვარჯიშობ რა ვაკეთებ რაღაცას მოქმედებ რა ასკისი ამ შემთხვევაში ნიშნავს ასკეტიკასაც მაგრამ ამ შემთხვევაში რაღაცას რომ ქმედებ რა აწარმოებ ასრულებ
ხო ნუ ხედავ ხა რაც არის სოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია კირილე ჩვენთან ინსტიტუციურად ვიძახიდა ცალკეულ პიროვნებები რასაც წარმოებენ რას უპირისპირდებიან რა ადამიანს ქმნიან ვინ პიროვნებები ვინებს ქმნიან ვინ ახლა რა არ გვინდა ადამიანზე ვთქვა ხო და ნუ ეს ბერძნული ეკლესია ნაკლებად თვითონ ის რაც საბერძნეთშია თუმცა ისიც მაგრამ აი ეს მსოფლიო საპატრიარქო არის ჩვეულებრივი ფაშისტური ნაცისტური ინსტიტუცია ნუ მათი წესდებიდან თეოლოგიიდან მათი რასაც ისინი აკეთებენ აღასრულებენ execute აწარმოებენ ასკულა ხოდა როცა ასეთი ინსტიტუციის სამსახურში ჩადგები და მისი აპოლოგეტი ხდები და მისი ერთ-ერთი იდეოლოგი ხდები და თან ესე პიროვნულადაც და თან თეოლოგიურადაც მაშინ და პრაქტიკულადაც ესე იგი დადის კრებებზე პრომოუტ ამას ბოლო არ აკრიტიკებ რა ხმას არ იხილ დაახლოებით ეს ისეთი ამბავია რომ დღეს კირილეს ეკლესიაში რომ მოღვაწეობდე და კირილეს ესე იგი ადგილობრივი დუგინის როლს ასრულებდა ეხლა მე ჰაიდეგერი იყო ეგრე ცოტა ხანი და ანტისემიტურ რაღაც განცხადებას აგება ჰაიდეგერი ამოდიოდა გარკვეული თავისი ფილოსოფიიდან ედგარი იმედგაცრუებიდან დასავლური ცივილიზაციის და ახალი ადამიანის ნუ რაღაც ედგარი სოციალური ინჟინერის შეეროდა მაგრამ ნუ მე იმედის გაუცრდა და არც ისეთი აქტიური იყო მაგრამ საქმე იმაშია რომ არასდროს გაუკრიტიკებია ფაშიზმი არც მანამდე ესე იგი სანამ ფაშისტები იყვნენ ძალაუფლებაში ნუ ნაცისტები ამჟამად ფაშიზმი უფრო მომცველი ტერმინია და ნაციზმი უფრო ფაშიზმის ეს კონკრეტული ფაშიზმი არის უფრო აი ინსტიტუციური მომენტია ზოგადად რაღაც ერთი პიროვნებაზე დამშრა და აი ამ ფაშიზმს კიდე როცა შეემატება ეროვნული ელემენტი აი ჩვენ ეკლესიას და პროგრესის მდგომარეობაში რო შეემატება მაშინ უკვე გამოდის უკვე ნაციზმია და ამიტომ ნუ ეს ფაშიზმი და ნაციზმი შეცვლით ხმარობთ ერთმანეთს მაგრამ ნუ ზუსტად ტერმინოლოგიად რო გაყვე არის განსხვავება მაგრამ ეს ორივე ელემენტია იმაში კონსტანტინოს საპატრიარქოს ჯერთვის რომ ნუ მაგ თავში დგას ეს სოფლო პატრიარქი პიროვნება და ერი რაღაც ამ პატრიარქში იყრის თავს სოფლიო მართლმადიდებლობა ეს ოსმალეთის მეჰმედ ფაშამ მიცა ეს და ერთი მხრივ და მეორე მხრივ აი განცხადება რომ მთელი მოგაი ბერძნულ მაგაზ ნალბარები მეორე მხრივ რომ აი ამის ყველაფრის თავში უნდა იყოს ბერძნული ენა ნუ გერმანული ენა რო იყო ადრე ბერძნული ენა და უნდა იყოს ბერძენი ადამიანი რა როგორ სუფთა გერმანელი ეს სხვანაირად არ შეიძლება ნუ მოგეთ რაც არის ხა ეს და ამის სამსახურში ჩადგა ხო ჰაიდეგერიც იდგა ამის სამსახურში და მეც არასდროს ისე გარდაიცვალა რომ არასდროს არ შეუნანია და არაფერი კრიტიკა არ უთქვამს და არ საერთოდ პირიქით როცა მეტნაკლებად რაღაცა შეავიწროეს მაგის გამო და პასუხი მოთხოვეს ეს როგორ შეიძლება ეგ არა ადამიანური საქციელი აი ადამიანთა კონცლაგერები არსებობს 1000 და არა ადამიანობის ზნეობაზე როგორ გალაპარაკო მაგრამ 99 ტომი თუ 90 ტომი გამოვიდა მისი ნაწერების
არა თუ უბრალოდ რაღაცა წერილები და სტატიები და სიტყვები კი არა, აი მისი პირადი მიმოწერა კი არა და უბრალოდ ღიუში ჩანაწერები და თუ ვინმეს რამე გადაულაპარაკა მეზობელს რაღაცაზე ისიც კი მიხარი იკვლევენ და არავის სტატიას ვერ ნახავთ რომ ჰაიდეგერი არ იყოს ნახსენები და ავტორიტეტი ესე არის ზიზულას ხა რამდენად სამ და იქნება ეს თანამედროვე მართლმადიდებლური თეოლოგია ზიზულას იქნება გამოდიორი იმიქიდანაც მამარდაშვილმა თქვა რა ჰაიდეგერზე ფილოსოფიის თავარი მომენტი ის არისო ამაზე მე გავაგზავნებ კიდე რა თავად ხვალაც გამოვა ფილოსოფიის თავარი ფილოსოფი რეალობაში გაერკვეო რა ხდება შენ გარშემო და დაინახო რა ედგვარ წინასწარ მეტყველული როლი უნდა გქონდეს ადამიანს რა ეს არ ვარ და ეს კარგია ეს სულ სხვათა შორის მამარდაშვილი ამას შეეწირა სწორედ ამ როლს ხა ყველა კი არ თქვა ეს და ბოლო მისი გამოსვლა რომელიც ჩვენ ვიცით აი ტელევიზორში გუშინაც მოусმინე ხო თუ გუშინ წინ აი ნათაძესთან რომ მოვიდა შეკამათება რა სახალხო ფრონტის აი მისი ბოლო გამოსვლა ზუსტად ეს იყო აპოლოგია აი ამ სიტუაციის კაცი შეეწირა ამას და მოკლეს რა ხო და მთელი ცხოვრება შეწირა გამოვიდა თქვა მე მთელი ცხოვრება იმიტომ არ წავედი საზღვარგარეთ ემიგრაციაში შემრო წავსულიყავი არ წავედი იმიტომ რომ პასუხისმგებლობა მქონდაო რა ნუ ჩემი ქვეყნის იმ შემთხვევაში ახალგაზრდებს ამბობს მაგრამ სხვაგან ამბობს ქვეყნის წინაშეც რა და ბოლოს გამოდის და საჯარო და აი თავს მოვალეობს თulis რომ აი როცა დაინახა საშუალო აი აქედან გამოდივარ მეც რა და სხვადასხვა ერთ-ერთი ჩემი პრობლემაც აი ეს წმინდა წყლის ფსიქოლოგიური პრობლემაც ეგ არის რომ აშკარად ხედავ რომ ჩემი ადგილი არ არის აქ სადაც ვარ აქ მე არავის არ ვჭირდები იმ საქმეში რასაც ვაკეთებ და რაშიც ფულს ვიღებ თავისუფლად გააკეთებენ სხვები ძალიან ადვილად და უკეთესად დარწმუნებული ვარ უბრალოდ ჩემი პიროვნული ეს ქართული ქარიზმის გამო ვთამაშობ რაღაც ცოტა მღერი ვარ ცოტა რაღაცა ხალხს ვაყვარებ თავს მაგრამ ნუ უყვარდებით და აქედან ერთ-ერთი მაგია რომ სადაც არ მიდივარ ხალხს უყვარდები და იმ ეკლესიებს გულისხმობ და ხალხს და აქედან გამომდინარე ანუ შეიძლება რაღაცა პატარა ოპერაციები თითქოს გქონდეს მაგრამ ეს მაინც ისეთი არაფერი განსაკუთრება მაგრამ მთელი ჩემი ადგილი არის საქართველოში უნდა ვიყო და ახალგაზრდებს უზიარებდი ამ ჩემ გამოცდილებას რა ეს არის ჩემი პრობლემა რამდენ ზიზულასი არის პიროვნება ანტიპოდი ყველაფერი ამისი კომისით ალბათ დამტკიდება ხო თითქოს არ ვიცი შეიძლება მართალიც არის რომ დამჭირდეს ავიღო ხა ზიზულას წიგნი და რომელიმე და გავყვი 100 რა ალბათ ეგრე უნდა გავაკეთო მაგრამ ნუ ძალიან ხა ესეთია რა ანუ ამაზრზენია ჩემს არც მაინტერესებს და უნდა დაუბრუნდე 25 წლის წინანდელ რაღაცებს მაგრამ საქართველოში როგორც ჩვენ ძალიან პოპულარულია და ბჭოგეუნებით რომ ფაშიზმს ემსახურებოდა ადამიანი შეგნებულად არც პიროვნული თვისებებით იყო მომხიბლავი ადამიანი აი ნარცისი ტიპი იყო ესეთი ნუ ოკეი ქალოია იყო ხა შეიძლება არ არის ნაკლები ჩაულებრივი ამის თვისება მადამ ზიზის ეძახ ოკეი გასაგებია მაგრამ ხა მადამ ზიზი რო ხარ და ამ დროს გამოდიხარ და ასკეტიკაზე ლაპარაკობ და იქ მაშინ თქვი რომ გეები უნდა იყვნენ გეებზე ილაპარაკე მაშინ საჯაროდ და შენი ავტორიტეტი ამაში გამოიყენ შენი ავტორიტეტი გამოიყენა ფაშისტთა და მოსამძოებელში ნუ ახლა ადამიანი ესე გარდაიცვალა რა ყველანაირად შებურული რაღაცა ნიღბის ქვეშ ან ნიღბის ქვეშ იყო და კოგნიტიური დისონანსი ჰქონდა ჩემსავით და ან მართლა გახსნილიყო
ზნეობრივად და ინტელექტუალურად. ორივე შემთხვევაში არ გამოდის ახლა. მე ყოველ შემთხვევაში გამოდიოდა რომ ლაპარაკობ ნაკლს და ჩემ თავზეც და ვამბობ. არ მომწონს გეები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ნაკლები ადამიანები არიან, მე პირიქით ვამბობ, რომ ვიცი გეების ხელდასხმაც და გეების ქორწილით შეიძლება, ახლა ქორწილებმა ვაფშე დეგენერატობა არის, საერთოდ მართლმადიდებლობაში ძალიან სწორად იყო, რომ მე-11 საუკუნეში ვაფშე ჯვარს არ წერდნენ, ძალიან სწორიც იყო. აგაში ვერ გამტყვევ მართლმადიდებლობა, რაც იურიდიული გააფორმენ კონსტიტუციაში, ოგიზიას გაფორმებული არიან. ნუ სისულელეებია ეს ყველა. როგორც ადამიანის და უფლებებს უნდა ახლა შვილის აყვანა არ აყვანის ამბავი. მაგ ზუსტად არ მიფიქრია ეგ, მაგრამ ნუ ჯერჯერობით არ მომწონს ეგ, იმიტომ რომ არ ვიცით იმ ბავშვებს რა დაემართებათ რა. არ ვიცით ეხა პირდაპირ ბავშვებზე ექსპერიმენტების ჩატარებას, ეხა პირდაპირ ხელს ვერ შეუწყო. ევთანაზიის მომხრევარ თითქმის ავიც ეგეთი რაღაცეების რა. ნუ ყოველ შემთხვევაში შემიძლია ამაზე ვილაპარაკო. არც საქართველოს საპატრიარქოს ვამართლებ ყველაფერში და მიუხედავად იმისა, რომ შეცდომად მიმაჩნია ჩემი მათ და მე აი ეს ადრინდელი დაპირისპირება, დეგენერატიზმი იყო. პროსტა შეცდომა არ იყო, დებილობა იყო რა, სიშტერის გამოვლენა იყო. შეცდომა არის რაღაცას რომ აკეთებ და რაღაც არასწორი გამოდა. არც არასწორი იყო და არც სწორი იყო და დებილობა იყო, აი ბავშვი რომ რაღაცა სისულელეს აკეთებს რა სიშტერულად, ეს დასულ ასაკში არ უნდა მოგივიდეს ეგეთი სიშტერე და მე კიდევ მომივიდე. ხოლო ეგეთი რაღაცება, სისულას თვითკრიტიკა მე არ გამიგია და ტკბებოდა თავის ძალაუფლები და ნარცისულად და თან აზრზენი პიროვნება იყო რა. ნუ რაც არის, აქედან გამომდინარე ვამბობ თორე ხა მის თეოლოგია ის მე კი არა, აგერ კურსები არის, აგერ ამერიკაში საჯარო კურსებია გამოცხადებული ზიზულასის კატეხიზმო, ესეთი რაღაცა ქვია. ზიზულასის კატეხიზმო არის და ზიზულასის კატეხიზმოს კურსებია ონლაინ და შეიძლება ჩაეწერო და მე მგონი ფასიანია თუ რაღაცა. მე ვინავარ ხა მაგას შედარებით.